კარები გავაღე და დამხვდა აი ეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მოგზაურობ ხოლმე მარტო 17 წლიდან, არ მაქვს თითქმის არანაირი სახის შიში. არ მეშინია დაკარგვის ან ესეთი რაღაცების. მაგრამ ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ფობია იყო სახლში მარტო დარჩენა და ქურდი რო შემოსულიყო ან რაღაც ესეთი. რაღაცნაირი გრძნობა გეუფლება, როცა ამდენი წლის მერე ამას გამოცდი. ხა ესეთი გრძნობა მაქვს თითქოს ძალიან დიდი შიში დავძლიე და ამის მერე მართლა არაფრის აღარ შემეშინდება. კარგი გეყოს ახლა ნიკა. არ მესმის ესე ძალიან ცუდად ვინ მეღადავება ან რატომ უნდა მეღადავებოდეს. აი ეს რა არის? აი ეს რაღაც ჯანდავა რატომ უნდა გამოუგზავნო ადამიანს? თან აი ესეთი რახან ბრუხუნით. ყველაზე მეტად მაღეზიანებს ის ფაქტი, რომ ადრესატი ანუ ვინც გამოგზავნა არის დაფარული აი ამ რაღაცა შავი ლაქით, რომელსაც როცა ვაცლი, ის ადრესატის ფურცელიც ეცლება და ზიანდება. მე მგონია, რომ ის კოლექციონერი მართლა ძალიან ცუდად მეღადავება, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველობის გამო კოლექციონერები ერთმანეთს აზარალებენ. აბსოლუტურად ყველა წარწერა აი ასე არის დაფარული ყუთზე და ძალიან მაბრაზებს ეს ფაქტი, იმიტომ რომ გულით რომ მინდოდეს ვერ გავიგებ ვინა რატო გამოგზავნა. კონი ცოტაც და გამახსნა.